სახელი და მამისა და დადისა და სულისადმისა და ეს არის ზენონი ყათუელის სცენების ღირსი მამისა 13 მამის შორის იყო და ეს არის კიდე მოგინოს სასისთავის სცენების დღე. მოგინოს სასისთავი კიდე ვინ იყო რომაელი ჯარისკაცი და მასოვის ჯვარცმის დროს მოგინოსმა შუბით უგვირა ეს მასოვას კერჩი. როგორ გადასული იყო თუ არა და ეს რომ უგვირა ქრისტნებით შეიცნო ქრისტეში უფალი და ეცამა მოწამე მოგინოს სცენება დღეს მოგინოს შუბი უგვირა მასოვას კერჩი. და წმინდა მოწამე ლონგინოზი ეხმარება იმათ, ვისაც თვალსინათლე თვალისის არის პრობლემები თვალში. აი ცნობილია, რომ ლონგინოზის თავის შეხებით მართლაც თვალები აიხილა და ასევე ეხმარება წმენდის განმტკიცებისათვის. ეხმარება ოჯახებს ფარგლებს. შეგვეძიოს მოწამე ლონგინოზი ესთავი შეგვეძიოს ზენონი ყართუელი და ეს კიდე შეგვეთილი წირვა ჩატარდა ისრაელებთათვის მე-40 აგივისა ამეთვა გაანათოს მოწმე ადამიანი იყო მადლობა მეცო ეზიარებოდა ბოლოხანებს და ეს ზიარება არის ყველაზე მეტი რა ხდება დედამიწაზე და მე-40 დღეს კიდე რა ხდება ადამიანი წარგება ღვთისმშობლად და ეს ამას არ ავსებით არავინ. ამიტომ სამ ცოცხლები ვართ. ეს ჯვარცმა რაც მოხდა ის ქრისტიანები ვართ და გვასწორდეს დილას, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეს ამას თუ არ გავიხსენებთ, ალბათ ვარდებით სოფლებში და ხშირად მგონი რომ გული მივიდება, როცა ადამიანი გვდება ქართული ადამიანი ლოთობით, ძამლით. მარტო ქართული ან ნებისმიერი ადამიანი, ხშირად მგონი რომ ჩვენი ფარველი მეფებიანი წარმოშობით არის ირანელი. ჩვენი თბილისის ესე იგი ჩვენი პირველი მეფე ქრისტიანი არის წარმოშობით ირანელი და აბუთფილელი წარმოშობით არაბი არის ფარველი თბილისის და ეს ეკლესია მოაიჩი აბუთფილელი და მეფემირიანი. აბუთფილელი აიჩია თბილისის ფარულად, როცა არაბების ქვეშ ვიყავით 300 წელი მონობის ქვეშ. ახლა კიდე რა თემა მასმედი ითესება სიძული ხშირად ამბობა მას და კონდია რომ სოციალიზმის მახევა 30 წელი რაც თავისუფლებას სამდეგავში დაიშალა და მოქმედებით თავს მოგეცა 4 მასმედია განსაკუთრებით აქტიური სიძული ითესება რუსებისადმი და ამ დროს ხშირად ამბობა ესე იგი ისტორიის უცოდინარობა როცა იდე ადამიანს ეროვნება სულს და რატო? იმიტომ რომ არ არსებობს სამართლიანი იმპერია, ხშირად ვამბობ. მეთან მოიყვანა ესეთი კაცი ამერიკაში, ტრამპის სახელით, ვინც აღიარა, რომ წინაური პრეზიდენტებიო, რევოლუციებს აწვდენო, პატრაკონებშიო და სისაზაგრეებს აკეთებდნო. ასევე ხშირად მომყავს, რომ ასე ვქვია, შეერთებული შტატები ორი ბომბით ჩამოყარა ხიროსიმა ნაგასაკში, 65 წელს. რაუბო ვიეტნამს რევოლუციას ასეთი იყო ოსმალეთის იმპერია ირანი თურქეთი მონღოლები გერმანელები მაშაშია გერმანელი ხალხი მონღოლები თურქები ირანელები სიძულით უმეტეს აქ მოწმენეები ზიარებდა ათეისტი თუ ხარ არ მეგონა იმიტომ რომ ანუ წვენა ზეგი თუ არ გაქვს არ მეგონა თუ სიძულში ხარ იმიტომ რომ მე ვიცი რომ როცა სულიწმინდა ადამიანში მეტი არ არის ის არის სიძულში მარტო უყვართან ამოაზრები, მარტო უყვართან ამემამულეები, ასე იყო კომუნისტები და ახლა როგორ ზოგიერთ ლიბერალებს ათეში არიან. როგორი ესე იგი იძახიან მოღალატეებო თუ ესე იგი მაგათაზი არ ახარ. მარტო იმიტომ რომ მასში არ არის სულიწმინდა. და როცა სულიწმინდა არ არის და ზოგიერთი ღვთისმსახურია და ევროკავშირი გახადა ბედნიერება და როგორც ხარ კომუნიზმი იყო. გლეხი ისე ევროკავშირი ბედნიერება წამოსახო, ესე იგი მოწმე ადამიანს უმეტეს დევმა ევროკავშირი გახადო, ესე იგი მიზნად. რატომ ეს თავისმატყუება? იმიტომ რომ ისევ გავემეორებ და ხშირად ვამბობ, რა არის ევროკავშირი? არის ქვეყნების კავშირი. და რა მოხდა საფრანგეთში, რომელიც შედის ამ ქვეყნების კავშირში 2016 წელს? იმდენი ხალხი გამოვიდა არასწორი ქორწინების წინააღმდეგ. რა
რამდენი საქართველოში 600,000 კაცი და ერთმა პროტესტინჯა თავი დაიჭრა, მაგრამ მაინც დაკანონებული არასოი ქოცინება. და შენ ქართული რო ხარ, მოწუნეს ლაბარაკო, მაზიარებელი ხარ, ზოგი ჩემი ასაკი ხარ და მიყურე გაკლებებული და ვერ ხვდები რას ლაბარაკო. ესე იგი, აქ კანონზეა საუბარი თორე, მე თქო გამომაშოთ ფრანგებს, გერმანელებს, საამბობას, ასომები წავს, ესპანელებს და ევროპის ესე იგი ვინც ცხოვრობს იქ, იმიტომ რომ ბევრი გავიცანი, ასევე ამერიკაში საამბობას, ეპისკოპოსია, წარმოშობით ამერიკელი. რატო ესე იგი რა გახდა ასპედიან, ესე იგი თუ ევროკავშირი გიყვარს რუსეთი უნდა გზურდეს, თუ რუსეთი გიყვარს ევროკავშირი უნდა გზურდეს, ესაა პოლიტიკა და მე ვლაპარაკობ მოწუნეებზე მასიურები არიან და მიყურებენ გაკვირებით, ვერ გებულობენ, რას ვლაპარაკობ. როგორ შეიძლება მტერი იყოს ერი, ან მტერი იყოს ენა, ან როგორ შეიძლება ქართულ ენაში იყოს სნა. აი ესე იგი ან ქართველობაში მე შეიძლება რომ ჩემი დედასაკეთ მე სვიდე და ვერ მეყარება. თავის მოთხოვება რო თქვა, მაგრამ რატომ ანათქვამი 10 მცნებით. მოსასვამის აღმართმა შინაარს პირველი 4 მცნების მეტი შეუვარო ყველაზე მეტად რო არ გახდე ფაშისტი, რო არ გახდე, როგორც გერმანელები გახდე, როგორც რუსის მიხედები, როგორც უკრაინელი ფაშისტები და როგორც საქართველოს დაეშალა ზოგი გახდა ფაშისტი, ზოგი საქართველოს ქართველებისთვის. ზვიად იმეს სწორი გაგებით, როგორც ახლა გაიყიდა მიწები და სხვა ეროვნების იმაზე რა ქვია, ობიექტები. აი ამას გულისხმობდა ზვიად გამსახურდია, მაგრამ ამ ლოზუნგის ზოგი გახდა ფაშისტი. და ახაც რამდენია, როგორ უნდა მოვიხატოთ, ბოდიშიო აფხაზები და ოსების მიმართ. რატო? იმიტომ რომ მარტო იმას უყურებს, აი რა დაგვიშალეს იმათან, რა დაგვიშალეს რუსებმა, შენ რა დაუშავეს კავშირი და აფხაზოს. აი ჩემი ასაკი ვინც არის, ხო ვიცით რა თქმა თავის მოტყუება, მაგრამ თავს იტყუებენ ისინი, ვიშიც ღმერთი არ არის. და თუ შეჭი ღმერთია, მარტო სვიშესტომას კი არ ხედავ, შესაც ხედავ, საბჭოებში დაეშალა. აქედან სხვა მსახიობობა და იყო დიდი შეცდომას კი ფაშიზმი. ამიტომ ჩვენ შეცდომებს უნდა ვაღიაროთ, რაც შენ გადაიტანე. ფიზიკურად დაიჩაგრე, როცა საბჭოებში დაიჩაგრა რუსეთის ხელისუფლების ან რუსი ხალხისგან. ასევე დაიჩაგრა აფხაზი და ოსი შენგან, ქართველო. შენგან და შენგან კი არა, ზოგიერთი ქართველისგან. ეს ყველა ვიცით. არაშვეში აქვს ქართველები, ქართული ენა. ანების გამო რომ ხალხი უკრაინაში იხოცება, არაშვეშია რუსი ხალხი, რუსული ენა. ესე უბრალოდ ამას ქვია პოლიტიკა პოტენციალს სიძულის და შემდეგ ისოდები ეს პირველ მოწესრიგებას დაგვიდგება და სიძულში თუ მოვდები აშუში ზოგი გაბალოდებულია სიგარების გამო. აი მაგალითად მოციქულები, ღარიბები, მომატებელები და შეადგენენ ღმერთსა, რატომ იმიტომ სულიც მინდა იყო მათში და სულიც მინდის მადლია მოგებოდ ღმერთმა და ღმერთმა თვითონ გაანთოს. ჩვენ დანას არ დაიღოს